კარგი, ეს არის კომენტარი, შემდეგ ესეც არის კომენტარია, ანუ ლურჯი ასოებით ეს მრავალსტრიქონიანი კომენტარი, თავში 3 ბრჭყალი, ქვევით 3 ბრჭყალი. შემდეგ ძიეზი რომ არის ესეც ერთსტრიქონიანი კომენტარი, შემდეგ აქ გვაქვს ცვლადი შექმნილი, რომელიც უდრის 1.9-ს, შემდეგ დავბეჭდეთ აი ეს ტექსტი, გვერდით მიეწერა ცვლადში არსებული მნიშვნელობა, ოღონდ S-ი არ უწერია წინ, იმიტომ რომ გადააქციოს სტრინგად. და კიდევ ამას გვერდით მიეწერა აი ეს ტექსტი, ანუ დაიბეჭდება ეს ტექსტი, მე 1.9 დაიბეჭდება აქ და მე კიდევ დაიბეჭდება ეს ტექსტი. მოდი შეგვიძლია გავუშვათ და ვნახოთ, აი. დაიბეჭდა. შემდეგ გვაქვს აქ ახალი ცვლადი შექმნილი, რომელიც 2.0-ს უდრის და დაგვიბეჭდა ისევ ეს ტექსტი. მე გვერდით მიეწერა, ანუ ეს პლუსი ნიშნავს, რომ გვერდით მიეწეროს ამ ტექსტს, ამ ცვლადში არსებული მნიშვნელობა, ანუ 2.0, ოღონდ ეს არის მთელი რიცხვი და ამიტომ S-ი არის უნდა დავუწეროთ წინ, რომ string-ად გადავიყვანოთ. და ისევ 2.0-ს გვერდით მიეწერება აი ეს ტექსტი, როგორც ხედავთ აი აქ. და ახლა შემოვიდა if-ი, ესე იგი თუ აი ამ ცვლადში არსებული მნიშვნელობა მეტია ამ ცვლადში არსებული მნიშვნელობაზე, ანუ ელენა ჯამპი ხომ არის 2.0, ესე იგი 2.0 თუ მეტია 1.9-ზე, მაშინ დაბეჭდე S. თუ არა და ანუ თუ ეს პირობა არ არის ჭეშმარიტი, მაშინ დაბეჭდე S და S აქვს დაბეჭდილი ელენა კლეარდზე bar. აი აქ. მაგრამ თუ ამას შევცვლიდი, მაგალითად აქ რომ იყოს 2.9, მაშინ დაბეჭდა უკვე ამ ტექსტს. აბა გავუშვათ? აი, დაბეჭდა ეს ტექსტი. დავუბრუნოთ ეს საწყის მდგომარეობას, next-ს დავაჭიროთ, გადავედით შემდეგზე.